თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარება შეუჩერებელი პროცესია და ჩვენს ყოველ კვირას შეუჩერებლად გიყვებით ამ პროგრესის შესახებ. გამარჯობა. ექსპერიმენტალური მკურნალობის მეთოდი, რომელიც გენების რედაქტირებას იყენებს, უკვე ემკის თავის პირველ შედეგებს და უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება. გენების რედაქტირება წარმოადგენს ამა თუ იმ გენის შეცვლას ან ნაწილობრივ გათიშვას. ეს პროცესი ძალიან კომპლექსურია და მაღალკვალიფიციური ექიმებისა და ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის ჩართულობას მოითხოვს. CRISPR-მა უკვე აჩვენა შესანიშნავი შედეგები ადამიანზე პირველი კლინიკური ცდების შემდეგ, რომელიც ჩინეთში ჩატარდა. ჩინელმა სპეციალისტებმა იმუნურ უჯრედებში PD1 გენი გათიშეს, რომელიც კიბოს აგრესიული ფორმის მქონე პაციენტებიდან ამოიღეს. რედაქტირებული უჯრედები ისევ ადამიანების ორგანიზმში დააბრუნეს. PD1 გენი არის ერთგვარი იმუნიტეტის გამთიშველი, რომელიც უჯრედებს ამბრაზურის მსგავსად იყენებს და რადგან იმუნიტეტს ეს გამომრთველი არ აქვს, ორგანიზმის დაცვას სიმსივნე უკვე გვერდს ვერ უვლის. გენის რედაქტირების კლინიკური ცდები უკვე ძალიან მალე დაიწყება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ამერიკელები ექსპერიმენტში უფრო შორს წასვლასაც გეგმავენ. ისინი იმუნურ უჯრედში PD1 გენთან ერთად კიდევ ორ დამატებით გენს გათიშავენ, რისის წყალობითაც იმუნიტეტი შეძლებს კიბოს სხვადასხვა სახეობას უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს. თუ ეს ცდები წარმატებით ჩაივლის, დიდი ხნის მანძილზე პირველად კაცობრიობა თავისუფლად სუნთქვას შეძლებს, რადგან ჩვენ როგორც იქნა დავამარცხებთ სასიკვდილო დაავადებას. მზის პანელებმა სახლის სახურავებიდან პირდაპირ გზებზე გადმოინაცვლეს და ეს იდეა საკმაოდ ტრენდული ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. მეორე საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ამ პროექტის განხორციელება. ნორმანდიაში მდებარე პატარ ფრანგულ სოფელ ტურურ-ოპერშეში აღარ ღელავენ ისეთ წვრილმანებზე, როგორც ქუჩის სანათის ელექტროენერგია. საფრანგეთის ეკოლოგიის სამინისტრო მოსახლეობას 1000 კვადრატული მეტრის ფართობის გრძელვადიანი მზის პანელები გადასცა. რადგან საფრანგეთის მზიან რეგიონებში სახურავებზე უკვე დიდი ხანია დამონტაჟებულია მზის პანელები, რატომ არ შეიძლება ისინი სხვა ზედაპირისთვისაც გამოიყენონ? გზები ნამდვილად იდეალური ვარიანტია ამისთვის, გადაწყვიტეს ფრანგმა ეკოლოგებმა და შემდეგ მათ 5 მილიონი ევროს ღირებულების საჭირო მასალა შეიძინეს. სამინისტრო არ აკონკრეტებს ზუსტად რა ენერგია იწარმოება გზაზე, თუმცა აცხადებს, რომ ახალი პროდუქტი აქტიური ტესტირებების პროცესშია. ეს პროექტი არის არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა, არამედ ავტომობილით მოგზაურთათვისაც. საუბარი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ამგვარი მიდგომა, ჯერ ადრეა. ღირს თუ არა ქუჩებში პანელების გახსნა რამდენიმე წელში გახდება ცნობილი, მანამდე კი მსოფლიოში ყველაზე მოდური საავტომობილო გზა სოფელ ტურურ-ოპერშეშია. თავის მხრივ თვითონ ეს იდეა ახალი არ არის. მანამდე ნიდერლანდებში მზის პანელები საველოსიპედო გზებს მოარგეს, თუმცა 17 მეტრიანი მშენებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. თუმცა ელონ მასკის მზის სახურავებს მთლიანად შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ისინი მდგრადი იქნება, თუმცა ფასი არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი სახურავის ფასისგან. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის საგზაო მომსახურება Solar City-სთან შეთანხმებას მიაღწევს, წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა Tesla-ს მიმართ, რომ გიგაფაქტორი აეშენებინათ აქ საქართველოში, მშენებლობა დაიწყო ოღონდ ნევადას შტატში. იმედია ეს პროექტი ოდესმე ჩვენთანაც განხორციელდება და მივიღებთ იაფ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას. ნევადაში Tesla გიგაფაქტორის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანა აწარმოებს აკუმულატორულ ბატარეებს ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ნაგებობებისთვის. მის დასრულებამდე კიდევ შორია. დაგეგმილი 21 ბლოკიდან მხოლოდ 3 აშენებული და შესაბამისად Tesla აქტიურად არის ჩართული მშენებლობის სამუშაოებში. მისი შედეგი უზარმაზარი კომპლექსი იქნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გადაღებული 4K გადაწყვეტის ვიდეო კომპანიის ქარხნის მშენებლობისას მიღწეულ პროგრესზე მეტყველებს. ამჟამად მთლიანი სამუშაოს 30%-ია შესრულებული. წყარო electrek.co-ს თქმით 1760,5 კვადრატული მეტრის ოპერაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც 4 სექციადაა დაყოფილი. ქარხნის სამხრეთ ნაწილის გაფართოების წყალობით არსებულს კიდევ 223,000 კვადრატული მეტრის ოპერაციული სივრცე დაემატება. მშენებლებმა ახალი სექციისთვის დროებითი კედლის აშენება უკვე დაიწყეს, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ნაწილი უკვე დასრულებულია. Tesla გიგაფაქტორის სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის, როგორც მოსალოდნელია ქარხანა მთელი სიმძლავრით 2018 წელს ამუშავდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ Faraday Future-ის ფინანსური პრობლემების შესახებ არაერთი ჭორი დადიოდა, კომპანიამ CES 2017-ზე მაინც წარმოადგინა თავისი პირველი ელექტრომანქანა.
Faraday Future-ის წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მათი შვილი Tesla Motors-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და დაინტერესებულ პირებსა და ნაწილების მომწოდებლებს აქტიურად ეძებდნენ. მიმოხილვებისა და ანალიტიკოსების ეჭვები არ გამართლდა. მანქანამ აჩვენა, რომ ის უბრალოდ საუცხოოდ გამოიყურება და ყველასთან გასაკვირად დადის კიდეც. ეს ხუმრობით, თუმცა კომპანიის ფინანსური პრობლემები საფრთხეს მაინც მოასწავებენ. ქარხნის მშენებლობა შეჩერდა მშენებელ კონტრაქტორებთან ვალების გამო, რომელმაც უკვე $50 მილიონ გადააჭარბა. ავტომობილ FF91-ს შთამბეჭდავი მახასიათებლები გააჩნია. 1000 ცხენის ძალის სიმძლავრე, შიგნით ჩამონტაჟებული დიდი აკუმულატორი, რომლის ერთი დამუხტვითაც 6000 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წავში ავითარებს, რაც Tesla Motors-ის ანალოგიურ მაჩვენებლებზე ცოტათი მეტია. და ეს კიდევ არ არის უპირატესობების სრული სია. შემქმნელების განცხადებით მისი სიჩქარე დაახლოებით 300 კმ/სთ იქნება. მანქანა მფლობელსაც მარტივად იცნობს და როდესაც ის უახლოვდება, კარს თავისით აღებს. მანქანის წინა და უკანა მხარეს 10 კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი და 13 სხვადასხვა დისტანციაზე მომუშავე რადარია განთავსებული. თუმცა რა ეღირება FF91 ჯერ არავინ არ იცის და მწარმოებლების გაჩუმებას ამჯობინებენ, რომლებიც წინასწარ შეკვეთის მსურველთა მოწვევით ავანსად $5000 იღებენ. FF91-ის პირველი მიწოდება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. საერთო ჯამში პირველი პარტიის შემადგენლობაში სულ 300 ავტომობილი შევა. CES 2017-ის მსვლელობისას მანქანის დემონსტრაციას დაბრკოლების გარეშე არ ჩაუვლია. გამოფენის მსვლელობისას ავტოპარკინგის ღილაკის დაჭერის შემდეგ ავტომობილი აღარ რეაგირებდა და ამ პროცედურის რამდენჯერმე განმეორება გახდა საჭირო. იქამდე სანამ მანქანამ პარკინგი შეძლო. Faraday Future-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ სემსონმა აღნიშნა, რომ მარცხი პრეზენტაციის მსვლელობისას შენობაში წარმოქმნილი ხმაურის ზემოქმედების შედეგად მოხდა. თქვენ შესაძლოა უკვე გაიგეთ ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის მელინდას ახალი საქველმოქმედო წამოწყება. მათ ამჯერად გადაწყვიტეს ინვესტიციის ჩადება იმპლანტების პერსპექტიულ პროექტში. იმპლანტის იმპლანტირების შემდეგ ადამიანს შეიძლება HIV ინფექციას წინააღმდეგობა გაუწიოს. ბილ და მელინდა გეიტსებმა ვირუსთან საკუთარი ძალებით ბრძოლა გადაწყვიტეს და 120 მილიონის ინვესტიცია დააბანდეს კომპანია Intracia Therapeutics-ში, რომელიც ძალიან უჩვეულო იმპლანტანტზე მუშაობს. ადამიანის კანში იმპლანტირების შემდეგ ეს პატარა მოგრძო ობიექტი ორგანიზმს იმ პრეპარატით ამარაგებს, რომელიც HIV ინფექციას აბრკოლებს. საერთოდ, რა თქმა უნდა, მსგავსი წამლები მედიცინაში უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მათი რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიღება არ არის მარტივი ამოცანა. და თუ ერთხელ მაინც გამოტოვე მიღება, ორგანიზმის სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის ვარდნის ფონზე დაცვის გარეშე რჩება. იმპლანტი კი ადამიანს წამლის სწორი პორციით მიწოდებას თანაბრად უზრუნველყოფს, რაც მას HIV ინფექციის შეჭრისგან იცავს. შემქმნელების გარანტით ერთი იმპლანტი საკმარისი იქნება 6-12 თვისთვის, რაც დამოკიდებულია მოდელზე. იმპლანტის პროგრამის კიდევ ერთი სფეროა შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის წინააღმდეგ ბრძოლა. კომპანია Intracia უკვე აქტიურად მუშაობს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს, რათა საკუთარი გამოგონების კომერციალიზაცია მოახდინოს და უახლოეს მომავალში ის ბაზარზეც გამოიტანოს. დაგეგმილია მეთოდიკის დანერგვა აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ჯერჯერობით არ არის გარკვეული რა იქნება პრეპარატისა და იმპლანტის ღირებულება, თუმცა ნათელია, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ექიმებს ამის გადაწყვეტაში დაეხმარება. კომპანია Disney-ის ინჟინერები მუშაობენ არამხოლოდ ახალ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელზეც დროდადრო გიყვებით ხოლმე, არამედ არივიწყებენ თავის გასარდობ პარკებსაც და მათ მოდერნიზაციასაც ახდენენ. Disney-ის თემატურ პარკში, რომელიც მდებარეობს ორლანდოში, უკვე 2017 წელს ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერ ავატარის მოტივებზე შექმნილი ატრაქციონი გაიხსნება. ინოვაციური ატრაქციონის მშენებლობისას Disney სპეციალისტების წინაშე მრავალი ტექნიკური სირთულე წამოიჭრა. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი უკანასკნელ მომენტამდე ვერ გადაწყვიტეს, იმდენად რამდენადაც ორიგინალური იდეის ცხოვრებაში წარმატებით გადმოტანა რთული იყო. ის რაც ეკრანებზე ჩანს, ნიჭიერმა CG მხატვრებმა კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით შექმნეს. კომპანიის ინჟინერებს და არქიტექტორებს ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისა და სამშენებლო მასალების გამოყენებით რეალობა უნდა გაეცოცხლებინათ. სადაც წარმოიდგინოთ, რამდენად რთულია ჰაერში მსურავი კუნძულის აშენება, სადაც ზემოდან ჩამოიშლება ჩანჩქერები, ან მჭიდრო ფლურესცენტული ჯუნგლები, გარდამავალი მუქი ლურჯი და ცისფერი ტონები, მაგრამ საბოლოოდ Disney სპეციალისტებს ყველაფერი გამოუვიდათ. თქვენ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ პატარა თიზერი იმისა, თუ რა ელოდება დამთვალიერებელს პარკში. წარმტაცი პლანეტა პანდორა ჩვენს წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოდგება. ზოგი სურათი ვიდეოდან მხოლოდ მხატვრების კონცეპტუალური ესკიზებია, მაგრამ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ საბოლოო ჯამში გარშემო ყველაფერი ასეთი იქნება.
ახალი ატრაქციონი Pandora The World of Avatar პირველი დამთვალიერებლებისთვის კარს უკვე 2017 წლის ზაფხულში გახსნის, ასე რომ სულ ცოტა მოთმენა მოგვიწევს. თუ 2016 დამსახურებულად ითვლება ვირტუალური რეალობის წლად, მაშინ შესაძლოა 2017 გახდეს VR აქსესუარების წელი. ბოლოსდაბოლოს თუ ვიძირებით არარეალურ სამყაროში, ბოლომდე მაინც ჩავიძიროთ. იაპონური კომპანია Serevos ინჟინრებმა VR ფეხსაცმელები შექმნეს და მათ სახელად Taklim დაერქვათ. საკუთარი თავის მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოჩენას პირველად გამოფენა CES 2017-ზე შეძლებენ, რომელიც ლას-ვეგასში უკვე დაიწყო. და რას შესთავაზებს ფეხსაცმელი მომხმარებლებს? ისინი გვთავაზობენ სრულიად საგრძნობ პირდაპირ კავშირს, რომელიც განხორციელდება მოძრაობის სენსორების კომპლექტისა და ტაქტილური დისკების მეშვეობით. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ვირტუალურ რეალობაში საკუთარ მოწინააღმდეგეს ურტყამს, ის გრძნობს ფეხების შეჯახებას მის ტანზე. ან როდესაც ის მიდის თოვლში ან ტყეში, მისი ფეხები გრძნობენ სხვადასხვა ფაქტურის ზედაპირს. იღბლიანები, ვინც ფეხსაცმლის საკუთარ თავზე გამოცდა უკვე მოასწრო, ამტკიცებენ, რომ სისტემის მუშაობა ჯერ არ არის იდეალური, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში შემქმნელები ყველა შემაფერხებელ ხარვეს აღმოფხვრიან. ფეხსაცმელი გაყიდვაში 2017 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება. იაპონური კომპანიის პრეზიდენტი ტაკუმა ივასა ფეხსაცმლის გამოყენების მთავარ სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა მომსახურების რეკლამირებაში ხედავს. მაგალითად, სასიგურაო დარბაზის თანამშრომელი, რომელიც მომხმარებლისთვის ნათლად შეძლებს საყვარელი გასართობის ყველა ხიბლის წარმოდგენას მაშინაც კი, თუ მათ სიგურებზე დგომაც კი არ შეუძლიათ. ფეხსაცმლის ღირებულება 1000-დან 1500 დოლარამდე იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ფართოდ გავრცელდეს საზოგადოებაში. მეცნიერებმა უკვე 17 უცნაური რადიოსიგნალი დაიჭრეს კოსმოსიდან და ეს ყველაფერი უფრო და უფრო დამაინტრიგებელი ხდება. საინტერესოა სიგნალების წყარო. წინა წლის მარტში მეცნიერებმა კოსმოსიდან მომავალი 10 ძლიერი რადიოსიგნალის გაელვება დაიჭირეს, რომელიც ერთი და იგივე სივრციდან მოდიოდა. ცოტა ხნის წინ კი მათ კიდევ 6 სიგნალი დაიჭირეს იმავე ადგილიდან, რომელიც ჩვენი ირმის ნახტომის გარეთ მდებარეობს. ისინი მხოლოდ რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მათ წარმოქმნეს იმდენი ენერგია, რომლის წარმოქმნასაც მზე მთელ დღეს ამდომებს. პირველი 10 რადიოტალღა წინა წლის მარტში დაიჭირეს, თუმცა როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ისინი დასაწყის 2015 წლის მაისსა და ივნისში იღებენ. 6 რადიოსიგნალი პუერტო-რიკოში, არესიბოს ობსერვატორიაში აღმოაჩინეს, თითოეულს შორის 10 წუთიანი ინტერვალით. 4 დანარჩენი კი მთელი თვის განმავლობაში მოვიდა. ამ დროს 10-ვე მათგანი კოსმოსის ერთი და იგივე სივრციდანაა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ წყაროდან მომავალი 6 რადიოსიგნალი, 5 მათგანი ტელესკოპ Green Beacon-ს დახმარებით 2 GHz სიხშირეზე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი 1.4 GHz-ზე არესიბოს ობსერვატორიის ტელესკოპის დახმარებით იქნა მიღებული. ახლა ერთნაირი სიგნალების საერთო რაოდენობა 17-ს შეადგენს. თუმცა ამ სიგნალების განმეორებითი ხასიათი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მათ ერთსა და იმავე მიმართულებას, შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავების შეჯახებასთან არაფერ კავშირშია. ეს შეიძლება იყოს უნიკალური FRB ობიექტის რადიოიმპულსები. მეცნიერები ცაზე დაკვირვებას განაგრძობენ და ახალ FRB-ს ელოდებიან, როგორც ჩვენი გალაქტიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ იმ იმედით, რომ უკეთ გამოარკვევენ მათ ბუნებას. მკვლევარები თანხმდებიან, რომ ეს ცოდნა ჩვენი სამყაროს სხვა საიდუმლოებების ამოხსნაში დაგვეხმარება. ადამიანებს არ გვიყვარს დიდი ხნით საყვარელ ხალხთან განშორება და თუ კომუნიკაციის საშუალების პრობლემა 21 საუკუნეში არ არსებობს, დისტანციურად ფიზიკური სიახლოვის განცდა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ არა მისი სიმულირება. კომპანია Apple-მა საკუთარი გულისცემის გარკვეულ მანძილზე გადაცემის საშუალება გამოიგონა, რათა თქვენმა საყვარელმა ან ახლობელმა ადამიანმა მისი შეგრძნება იმ დროსაც შეძლოს, როდესაც მსოფლიოს მეორე მხარესაა. დაი ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერებმა უფრო შორს წასვლა გადაწყვიტეს. სმარტფონის ან მათ მიერვე შემუშავებული მოწყობილობის მეშვეობით, რომელმაც დასახელება Kissinger მიიღო, ხალხი კოცნის დისტანციური შესაძლებლობითაც დაასაჩუქრეს. гаджеტის მუშაობა საკმაოდ უბრალოა. თქვენ მას სმარტფონთან დააკავშირებთ. აკოცებთ სპეციალურ შესახებ ზედაპირს, რომელიც მაღალი სიზუსტით ამოიცნობს თქვენი ტუჩების ზეწოლის ადგილის პატერნს და ინტერნეტის მეშვეობით გადადის მეორე მოწყობილობაში, რომელიც ხელში თქვენს საყვარელ ადამიანს უჭირავს. არ ვამბობ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ძალიან სასარგებლო გამოგონებაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთი განსაკუთრებით რომანტიკული წყვილი რამდენიმე მსგავსი гаджеტის შეძენის შემდეგ ბედნიერი იქნება. თუ შემქმნელებს დაუჯერებთ, კოცნის შეგრძნება დისტანციაზე საკმაოდ ზუსტად გადადის, თუმცა თქვენ ვერ გრძნობთ თქვენი საყვარელი ადამიანის ტუჩების სითბოს და ფრანგული კოცნის გადაცემაც არ გამოგივათ.
Gadget-თან ერთად მოცემული იქნება ოფიციალური პროგრამაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც მას კოცნის მესენჯერი აძლევს. მოწყობილობის ღირებულება ჯერ არ გაცხადებულა. კაცობრიობას შესაძლოა კიდევ ერთი საოცარი ცოცხალი არსების გარეშე მოუწიოს ცხოვრების გაგრძელება. იმედია, ადამიანები ბოლოს და ბოლოს დააფასებენ ბუნების ესთეტიკას და არ შეუწყობენ ხელს მშვენიერი ცხოველების გადაშენებას. კატისებრთა ოჯახის მტაცებლები, ავაზები გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდნენ, თუ იმ სტატისტიკას დავეყრდნობით, რომელიც მეცნიერებმა იმ ქვეყნებში შეაგროვეს, სადაც ეს გრაციოზული ცხოველები ბინადრობენ. ავაზების სახლობის არეალი მოიცავს როგორც აფრიკის ქვეყნების უმრავლესობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსაც. დღესდღეობით ეს არსებები ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე სწრაფი მორბენლები არიან და შეუძლიათ 112 კმ/სთ სიჩქარე განავითარონ სულ რაღაც 3 წამში. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში მხოლოდ დაახლოებით 7000-მდე ავაზა დარჩა. თუ სტატისტიკას დაუჯერებთ წინა საუკუნის 90-იანი წლების დასასრულიდან, დღევანდელ დღემდე მათი პოპულაცია სწრაფად მცირდება. 1999 წელს ზიმბაბვეში 1200 ავაზა იყო, დღეს კი იქ ჯამში მხოლოდ 120 დარჩა. საკმაოდ სამწუხარო სტატისტიკაა 16 წლისთვის. ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების კვლევამ კი ყველაზე ცუდი საფრთხე დაადასტურა. ირანის ნაკრძალებში მხოლოდ 50 ავაზაღა დარჩა, რასაც ძუძუმწოვრები გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში ავტომატურად შეჰყავს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ავაზების გადაშენება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ კატასტროფულად არ ყოფნით თავისუფალი ადგილი პოპულაციის გასამრავლებლად. 77% იმ ტერიტორიებისა, რომლებსაც ავაზები საკუთრად აღიქვამენ, ახლა დაცული ტერიტორიების ფარგლებს სცილდება. უმრავლეს შემთხვევაში ხალხმა ეს სივრცეები მიისაკუთრა და მათ ნადავლად რესურსად სამშენებლოდ თუ სხვა სახის მიზნებისთვის იყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს არსებები ნაკრძალის ტერიტორიას ტოვებენ, მათ ყველაზე ცუდი ბედი ემუქრება. სიკვდილი ბრაკონიერის ხელიდან, ან დაჭერა და შემდგომ განაწილება რომელიმე არაბი შეიხის პერსონალურ ზოოპარკში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ავაზების გადაშენებას, ერთი რამ თავისთავად შეიძლება ვივარაუდოთ. აუცილებელია გაფართოვდეს დაცული ტერიტორიების ფარგლები, რათა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ კატებს შეეძლოთ გადაადგილება იმაზე ფართო სივრცეებში, ვიდრე ეს დღემდე ჰქონდათ გამოყოფილი ნაკრძალებში. CRISPR ვირტუალური რეალობა, ელექტრომობილები და კომუნიკაციის უჩვეულო სახეობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ჩვენ კი ჩვეულებრივად ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.